სისტემური კორუფცია ეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი აქცენტი. დღეს სტუმრებთან ერთად ზვიად ქორიძე და ქეთი ენუქიძე არიან ჩემთან ერთად სტუდიაში. მოგვიანებით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება გია ხუხაშვილი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ზვიად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სულ ლაპარაკობდა კორუფციაზე, ლაპარაკობდა ელიტურ კორუფციაზე, სისტემურ კორუფციაზე. ძალიან კარგი და კორუფციის მკვლევრები სულ ამბობდით იმას, რომ ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. თუმცა ქართული ოცნების პასუხი, რომელიც თქვენი მისამართით ბრუნდებოდა, იყო ის, რომ აი შეხედეთ რეიტინგებს, აი შეხედეთ კორუფციის აღქმის ინდექსს, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ქულა მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და შესაბამისად, ესე ვთქვათ, თვალის გასწორება სისტემურ კორუფციასთან მიმართებით არ ხდებოდა. რა ტიპის არგუმენტი იყო ეს მაშინ ქართული ოცნების ხელში და დღეს რა ლოგიკაა ზვიად? აი რატომ ახლა და რატომ გადაწყვიტა ამ ნიშით პოზიციონირება ქართულმა ოცნებამ, რომ ის სისტემურ კორუფციას ებრძვის? მაგ პრინციპს ახლაც იცავს ქართული ოცნება და დღეს აი ეს ისტორია, რაც მაყურებელს გააცანით და რაზეც ჩვენი გადაცემაც იქნება, მაინც მოგიბრუნდება ქართული ოცნება და გეტყვის, რომ ეს არ არის კორუფცია, არ არის კორუფცია. ეს ფაქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, როგორც კორუფციასთან ბრძოლის მაგალითები შეიძლება დავსვათ და გავარჩიოთ აქ, ქართული ოცნება ასე არ წარმოუჩენს ამას თავის ამორჩევას და ზოგადად ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს განიხილება როგორც ერთეული გადაცდომა ვიღაცების, კი კოლოსალური თანხებია, მაგრამ ერთეული გადაცდომა, რომ დავით ფერაძე აქ კი არ არის სისტემური კორუფციული სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელშიც ჩართული ყავდა მას სახელმწიფოს შეფასება, ჩართული ყავდა კერძო კომპანიები და დარწმუნებული ვარ, ჩართული იყო ამაში რაღაც ფორმით სახელმწიფო მმართველობითი რგოლიც. არამედ ეს იყო აი ერთი მენეჯერი, რომელმაც უბრალოდ გამოიჩინა თავი იმით, რომ აი ხელი გაექცა და რაღაც მოიპარა. და ონდამას ის აკეთებს 8 წლის განმავლობაში და 8 წლის განმავლობაში ამას უყურებს საქართველოს მთავრობა და ძალიან მშვიდად და ძალიან მოთმინებით აცმას, რომ აი ამ ხელა ზარალი მიაყენოს ერთი მხრივ საქართველოს ბიუჯეტს, მეორე მხრივ ასეთი მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოს და ამით დააზიანოს, რა თქმა უნდა, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის. აი ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ამ კონკრეტული ადამიანების დასჯას იყენებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არა იმისთვის, რომ მათ თვალი გაახილეს და დაინახეს სისტემური კორუფცია და ახლა მას ებრძვიან, არამედ იმიტომ, რომ ეს რაც არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის, თავისიანების დასაჯონ, რომ სხვებს შეეშინდეთ, ხო? აი ეს სქემა მუშაობს ახლა და არა ის, რომ სისტემურ კორუფციას ებრძვის დღეს ქართული ოცნება. დღეს ქართული ოცნება ჟის იმ ადამიანებს თავის რიგებში, ვინც გამოავლინა როგორც კორუმპირებულები, თუმცა თუ დააკვირდებით მათ ლექსიკას, ხო, როდესაც აი ამ თემებზე საუბრობენ, ისინი სიტყვა კორუფციას არ ახსენებენ. რომ აი ეს ადამიანები იქნება ეს ყოფილი პრემიერი, იქნება ყოფილი სუფროსი, იქნება ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათთან დაკავშირებული პირები, რომელთა მიმართ ზოგიერთი მათგანის მიმართ საკმაოდ მკაცრი სასჯელიც დადგა, ხო? მათ არ ახსენებენ როგორც კორუმპირებულებს. იმიტომ რომ კორუფცია ეს ასე გეუბნება ბიძინა ივანიშვილი, ასე გეუბნება ქართული ოცნება, რომ კორუფცია სად არის? არ არის კორუფცია. ეს ერთეული დანაშაულებია, რომელსაც ჩვენ უმკაცრესად დავსჯით, მაგრამ რეალურად ჩვენ ზუსტადაც დგავართ ახლა ფაქტის წინაშე. ამიტომაც არის ასეთ მდგომარეობაში ჩვენი მოქალაქეების ყოფა
და ამიტომაც არ იზრდება კეთილდღეობის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომ კორუფცია ეს არის სისტემური პრობლემა. ამან უკვე მეტასტაზები გაუშვა და რამდენი თვალიც არ უნდა დახუჭოს მთავრობამ ამაზე, ეს ფაქტია. და ამის მაგალითია ეს საქართველოს რკინიგზის ისტორია. ეს ერთი ისტორია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება მაგალითად სახელმწიფო ელექტროსისტემაში, ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა ასეთი ტიპის სახელმწიფო შეპსეებში, ხო? არ ვიცით რა ხდება კიდევ უფრო სიღრმეებში რო წავიდეთ ცალკეულ რგოლებში. არ გარკვეულწილად ვიცით, გარკვეულწილად ვიკვლევთ და ამის შესახებ ინფორმაციასაც ვაწვდით საზოგადოებას, მაგრამ ეს იმდენად მრავალმხრივი პროცესია, იმიტომ რომ სისხორცეულად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს მთავრობა და ბუნებრივია ისინი ცდილობენ, რომ ეს დამალონ, ეს არ გახმაურდეს, ბუნებრივია 8 წლის განმავლობაში ეს ვერ ამოხსნა ვერავინ და ის 39,000 ლარიანი გარღვევა დაინახა აუდიტმა, როდესაც აი ამდენ მილიონზე არის საუბარი. არა, ზუსტადაც დაინახა. მან უბრალოდ ის ჩაწერა, რისი დაფარვაც აღარ შეიძლებოდა. ან ჩაწერა ერთი რამ, რაც თითქოს გამოსასწორებელი იყო. აი ამ სისტემის გამოსწორება როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს ხო წარმოუდგენელი. მადლობა ზვიად ამ შესავლისთვის. ქეთი აი ზვიად მაახსენა რომ ვთქვათ სულ ხდებოდა კონცენტრირება კორუფციაზე საქართველოში და მომავალშიც ასე მოხდებაო. აი რა გამოვიდა საბოლოო ჯამში იმაზე, რაზეც აქტიურად საუბრობდა სამოქალაქო სექტორი, ვთქვათ გამომძიებელი ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოვიდა რომ სიმართლეა და დღეს როგორ ფიქრობთ უყურებს ქართული ოცნება ვთქვათ იმ ახალ მასალას რომელსაც აწუდის მას სამოქალაქო საზოგადოება უფრო ფართოდ ესე რომ ვთქვათ ამ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ან თუნდაც ეჭვებთან დაკავშირებით რომ კორუფციასთან შეიძლება გქონდეს საქმე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. იცით რა არის ნება სანამ არ დადგა მათი რომ ეს საქმეები ყოფილიყო გამოკვლეული, იქამდე რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ საშუალება რომ გაცნობოდნენ რაღაც ეჭვებს რისკებთან მიმართებით და შეესწავლათ ეს საქმეები როგორც ახლა შეისწავლეს. აი მიუხედავად იმისა რომ მაგალითად აუდიტის სამსახური მათივე უწყება ამას პერიოდულად ასაჯაროებდა ხოლმე ფინანსური ანგარიში იყო თუ შესაბამისობის ანგარიში, არც აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა წვდომა გარკვეული ტიპის სააქციო საზოგადოებების საქმეებთან. ჩვენზე აღარ არის ლაპარაკი. მე პირადად ჰქონდა მაგალითად ცდელობა რაღაც გარკვეულ საკითხთან მიმართებით ინფორმაცია მიმეღო ნავთობპროდუქტების სააქციო საზოგადოებას მიმართე, მაგრამ მე მახსოვს მაშინ თვალაბეიშვილი იყო შეფი და პასუხი გამცა ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ცინიკური, ანუ მას ჰქონდა ნება რომ უფლება რომ არ ეპასუხა და იყენებდა ამ უფლებას. უბრალოდ პასუხი არ გამცა. იცით სისტემური ცვლილება მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას თუ არ განხორციელდება უწყებებში იგივე აი სააქციო საზოგადოებებს აიპებს სახელმწიფო კომპანიებს თუ არ ეკნებათ ისეთივე ანგარიშვალდებულება როგორც მაგალითად სხვა ტიპის უწყებებს ან სამინისტროებს თუნდაც იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ფული ბრუნავს ამ ტიპის სააქციო საზოგადოებებში ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სამეთვალყურეო საბჭოები აქვთ მათ და აქ ეხლა მარტო 8 ადამიანზე როა ლაპარაკი და ჩათრეულ კომპანიებზე, რომლებიც რა თქმა უნდა ყურით არავის მიუყვანია იქ და მათი ნება იყო თვითონ ამ პროცესში მონაწილეობა და დიდი ალბათობით ერთიანად იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. აქ სია სინამდვილეში ბევრად უფრო სოლიდური უნდა იყოს, იმიტომ რომ კომპანიები იქნებოდა თუ იქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა. მე ვიტყოდი ეს ადამიანიც კი, რომელიც მაგალითად ამ შავ მეტალს ხერხავდა იმისათვის რომ დაეკუცმაცებინა, იმისათვის რომ ერთიანობის ეფექტი არ ყოფილიყო და კითხვა არ გასჩენოდა ვინმე დაინტერესებულ ადამიანს, ინტრიგანს, როგორც ისინი ჟურნალისტებს მოიხსენიებენ ხოლმე, ხო? ანუ იმ ხელა სქემა აქვს შექმნილი, რომ თუ რაღაცა ზემოდან დამცავი მექანიზმი არ ამუშავდა, იგივე ანგარიშვალდებულების გაზრდა სახელმწიფო კომპანიების უკვე თუნდაც ამ რეფორმას ითხოვს სულ მუდმივად საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სახელმწიფო
საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი იყო, მაგრამ ნახეთ რა არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ეხლა არ ვიცი ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები და ესე ძალიან საინტერესოა, რატო არიან ასეთი გავეშებულები, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება შეიძლება აქ არსებობდეს, მაგრამ სინამდვილეში აქ იმდენი რამ დაზარალდა და დაზიანდა უკვე ქვეყნის ეკონომიკით დამთავრებული, დაწყებული საერთოდ ალბათ ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობით. ზოგადად აი ინდექსით, რომელითაც ანგარიშდება ხო ნებისმიერი ადამიანის პირადი კეთილდღეობა, იმიტომ რომ ამათ საერთოდ ამ ბოლო ხანებში აი კვაზი ელიტას, რომელიც აი თვითონ გამოცხვა საიდანაც ამ ხელისუფლების უცვლელობის პირობებში, რატომღაც განცდა აქვს და არც დიდი ინტელექტუალური პოტენციალით არ გამოირჩევიან როგორც ჩანს, რომ ისინი არიან მუდმივად ამ ხელისუფლების სათავეში და ეს სქემები, რომლებსაც ისინი თითქნიან იმისათვის, რომ გაძარცვონ არც ისე მდიდარი სახელმწიფო ფაქტობრივად, რომელშიც არ არის ინვესტიციების სიუხვე, არ არის არც ერთი დიდი მსხვილი ბიზნესი, რომელიც გამართულად მუშაობს. რა ბიზნესიც იყო, მაგალითად, იმასაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ფაროსანადან დაწყებული, არ ვიცი, ხა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ბიზნესს წამოიწყებს, აუცილებლად შეეჩეხება ჩინოვნიკების კედელს, აუცილებლად შეეჩეხება უზარმაზარ გადასახადებს, რომლებიც ასევე მძიმე ტვირთად აწევს და ასევე ვალდებული რომ სახელმწიფოს მართველი პარტია დააფინანსოს და ვიღაცასთან შევიდეს გარიგებაში იმისათვის, რომ თავის ბიზნესს მშვიდი არსებობის საშუალება მისცეს. იგივე ეს კომპანიები რო ავიღოთ, რომლებიც ჩათრეულები არიან ამ სქემაში თუ თერთად აქვთ ეს ყველაფერი გაანგარიშებული, ნორმალური მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, მათ თავხედობა აზრად არ მოუდოდა თავში, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღოთ. ფაქტია, რომ ყველა ეს კომპანიას მაშინ არის დაფუძნებული, როდესაც უკვე ფერაძე არის დირექტორი და როდესაც იწყებს ის ამ სქემის ამუშავებას. 19-21 წლები. ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთად არიან მოსულები აი ამ გობთან, ასე ხატოვნად რა ვთქვათ. ისიც არის კიდევ ფაქტი, რომ ახალი კაბინეტი, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული, რომ ვალდებულია აი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი პარტიის ჩინოვნიკების და დანიშნული პირების საქმიანობაზე. აი ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ ისინი იცით როგორ აკეთებენ, აი ბატონმა ზვიადმა თქვა, ესენი არიან სხვა კონკრეტული პირები ჩადიოდნენ ამას. სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად გააზრებულად გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ რაკიღა შეიცვალა კაბინეტი, ესე იგი შეიცვალა ხელისუფლება. არ შეცვლილა ხელისუფლება. ქართული ოცნება იყო მაშინ ხელისუფლებაში, ატყუებდა არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქალაქეებს ამავე დროს, როდესაც ამბობდა, რომ წარმატებით მართავდა ქვეყანას და აბსოლუტურად არანაირი ხარვეზი და არანაირი კორუფცია საერთოდ არ იყო. ადამიანები, რომლებიც კორუფციულ რისკებზე მიუთითებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია იმის არასდროს არ გქონია იმის ცდილობა, რომ კაფიოდ გვეთქვა, რომ ეს ხო კორუფცია, იმიტომ რომ გადასარევად ქონდა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რასაც ეს სიტყვა იწვევს. და ყოველთვის უბრალოდ რაღაც რეკომენდაციების სახით, რაღაცა მინიშნების სახით ვაკეთებდით ხოლმე ამ კვლევებს. არავინ არ დაინტერესებულა, პირიქით იყო ჩვეულებრივი დევნა, ფაქტობრივად ამ სამოქალაქო აზრის და თავისუფალი სიტყვის და ბრალდებები ათასნაირი აქვს, რაღაცა პარტიულ კუთვნილებიდან დაწყებული, რაღაცა პიროვნულ რაღაცა შეფასებით დამთავრებული, ათასნაირი ფორმით და ამ დროს აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილან ისეთ საოცარ ჭაობში, რომელსაც დაარქმევენ კორუფციას თუ არ დაარქმევენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ ხვდებით დაპატიმრებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავის გარშემო უზარმაზარი ქსელი აქვს გაკეთებული. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. აი, იცით, არის ხო რაღაც განსაკუთრებით ეთიკურად მძიმე. თავდაცვის მინისტრი ქვეყნის, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. თან ისეთი სამარცხვინო ბრალდებით, ისე მერკანტილური მიზეზით, მე არ ვიცი, ვაშკაც კაც აუცილებლად შერცხვებოდა. ამის თავმოყვარე კაც აუცილებლად შერცხვებოდა. რაც თავარია, სუსის უფროსი. სუსის უფროსი და ეს ადამიანი დანიშნულია ძალიან დიდი ხნის წინ 16-17 წელს არის თუ არ ვცდები ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე გომელაური შეცვალა რამდენადაც მახსოვს და ამ ხნის განმავლობაში მას სასამართლო პროცესები აქვს მოგებული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აი ესეთ ვითარებაში ვინმეს შეუძლია საღიგონების ადამიანს დაიჯეროს რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ ქონდა რა ვითარება იყო ქვეყანაში. მადლობა აი ამ კითხვისთვის ხო ეს ხაზი მინდა რომ ზუსტად ამასაც დავაკვირდებით 2017-დან 25 წლამდე იყო ფერაძე დირექტორი ხო რკინიგზაში.
და აი ამ 8 წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრები იყო მამუკა ბახტაძე, რომელიც თვითონ რკინიგზიდან მოვიდა, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, ეს რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლების პირველი პირები და მათ არ იცოდნენ რა ხდებოდა საქართველოს რკინიგზაში. და ეს არ იცოდა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თვითონაც საქართველოს რკინიგზიდან მოვიდა. ძალიან კარგად იცოდნენ მათ ეს სქემა და ეს არის საქართველოს რკინიგზის საქმიანობის ერთი მანკიერი ასპექტი. აქ რაზეა საუბარი? მხოლოდ ერთ სქემაზე, შავი მეტალის, შავი ლითონების ჩამოწერაზე და მის მითვისებაზე და მის გაყიდვაზე. ჩვენ შესყიდვებში ჩავიხედოთ, ჩვენ შავიხედოთ გადაზიდვებში. და იმ კომპანიების საქმიანობაში, რომლებიც არიან დაკავებული გადაზიდვებით საქართველოს რკინიგზაში, ისინი როგორ შემოდიან, როგორც გადამზიდავი კომპანიები, ჩვენ ახლა რამდენიმე გვირის წინ საზოგადოებას შევთავაზეთ ძალიან ფართო კვლევა ფოთის სიმდიდრეებთან დაკავშირებით და ვინ ფლობს ამ სიმდიდრეებს ფოთში, იქ სხვადასხვა მიმართულება იყო და როდესაც ლოჯისტიკური იქ პორტებთან დაკავშირებული, ტერმინალებთან დაკავშირებული სხვადასხვა ლოჯისტიკური კომპანიების საქმიანობას დავაკვირდებოდით, იქ დავინახავთ, რომ ძალიან ბევრს ინტერესი აქვს პარალელურად საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებში. და ეს არის ზუსტად რაც ქმნის აი ამ კლეპტოკრატიულ სახეს ჩვენი სახელმწიფოსი. ეს არის, როდესაც ეს ადამიანები აქ ვერ გაავლებს, სად არის ზღვარი, სად არის თავისუფალი ბიზნესი, სად არის ის ბიზნეს ინტერესები, რომელიც სახელმწიფო კომპანიების სახით აქვს მთავრობას, თვითონ მთავრობა სად არის და ის რამდენად შეიძლება მონაწილეობდეს ბიზნესში აი ამ ადამიანებთან ერთად. და სად არიან დაუშვათ ის დეპუტატები, რომლებსაც თავიანთი კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ამ სფეროში. ხა როგორ შეიძლება რომ სისტემურ კორუფციას ებრძოლოს დეპუტატმა, რომელიც თვითონ ქმნის აი ამ კორუფციულ სქემას ბიზნესისა, მაგალითად ბათუმში, როგორ იგებს ტენდერებს, როგორ ახორციელებს ამ სამუშაოებს და პარალელურად აი ესეც რამდენიმე დღის წინ შევთავაზეთ ხომ ეს კვლევა საზოგადოებას გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებით პირობა ჩადო შესყიდვაში რომ 30 კილომეტრის რადიუსში უნდა კონდეს აი 30 კილომეტრის რადიუსში არსებული ასფალტის ქარხნიდან უნდა შეისყიდოს მან ასფალტი. და ვის აქვს 30 კილომეტრის რადიუსში ეს ქარხანა მხოლოდ მას. ამაზეა საუბარი ხა ახალია ხო ეს ამბავი. ჩვენ საუბრობთ ეს დეპუტატები ხომ უბრალოდ დეპუტატებად დასვეს თუ მათ სწორად ექნებათ გააზრებული მათი მთავარი ფუნქცია რომ ეს არის პოლიტიკური მართველობა აი იმაზე რომ სწორედაც ასეთი სისტემური პრობლემები არ იყოს ქვეყანაში და მათ უნდა აკონტროლონ მთავრობა ხო იმისთვის არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი და როგორ შეიძლება მან ეს გააკონტროლოს, როდესაც ასეთი თანაშეზრდა მიდის მთავრობის, პოლიტიკური მმართველობის, ბიზნესის, სახელმწიფო საწარმოების და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთმანეთში იზრდება და მე რა თქმა უნდა ამას ვერავინ ვერ დაადგენს, ან ასე ფრაგმენტულად შესთავაზებენ საზოგადოებას, ისე როგორც აუდიტი რა აუდიტი ხო ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტია დღეს მთავრობის ხელში და არა მართლა დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია რომ გამოიკლიოს მართლა რა პრობლემები აქვს და მართლა სერიოზული აუდიტის დასკვნა დადოს რკინიგზასთან დაკავშირებით. მის რეკომენდაციებს ხედავთ, რომ ეს რეკომენდაციები წლიდან წლამდე არ არის რეალურად შესრულებული და ნუ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ანგარიშის ჩაბარების დრო უდგას გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტთან, მან უნდა თქვას, რომ ის ამას ვერ ახორციელებს, იმიტომ რომ მას უზღუდავენ ამ ინფორმაციას, როგორ შეიძლება მას არ ქონდეს ინფორმაციის მოპოვების ის ლეგალური ბერკეტები, რომელიც საჭიროა რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია აღმოიფხვრას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციისკენ იყოს მიმართული და არა ესე ვთქვათ შემდგომ რეალური ფრაგმენტული ნაწილების შემოთავაზებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად ზვიად მქორიძე და ქეთი ენუქიძე საუბრობდნენ თქვენთვის ანალიტიკას სტუდიაში.